ცხენი, ცხოველი, რომელმაც ადამიანის განვითარება ახალ საფეხურზე გადაიყვანა. ათასობით წლის განმავლობაში ის არ ყოფილა უბრალოდ ტრანსპორტი. ის იყო ევოლუციის დამაჩქარებელი. გამარჯვება დროსა და სივრცეზე. ცხენი ხედავს იმას, რასაც ჩვენ ხშირად ვმალავთ. შიშს, დაძაბულობას, გაუბედაობას. ის არ რეაგირებს სიტყვებზე. ის პასუხობს სხეულს, სუნთქვას, შინაგან მდგომარეობას. ამიტომ ცხენთან ურთიერთობა ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მართვა. ეს არის ღრმა კავშირი საკუთარ თავთან. დღეს უკვე ცხენს ხშირად სპორტად ან უბრალო ჰობად აღვიქვამთ, მაგრამ მის ფსიქოლოგიაში არაფერი შეცვლილა. ცხენისგან ისე უამრავი რამის გაგებაა შესაძლებელი. ამ გადაცემაში ვისაუბრებთ ცხენზე, არსებაზე, რომელმაც ადამიანი დღემდე თავისი ზურგით მოიყვანა. ცხენის წელი მოდის თან და მე ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, რომ ცხენებთან სტუმრად მივსულიყავით და რაღაცა გვესწავლა მათგან. წინა წელს ჰქონდა გველის წელი და ჩვენ გველებზე გავაკეთეთ გადაცემა სხვათა შორის და ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გადაცემა, ვისაც არ გინახავთ ნახეთ, დღეს სტუმრად ვართ ასურეთის საცხენოსნო კლუბში. ცხენების სამყაროში ჩვენი მეგზური იქნება ნინო შერვაშიძე. გამარჯობა ნინო. გამარჯობა. მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან. ეს არის ჩვენი ოჯახის თავლა, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ყველა ოჯახის წევრი ვართ ჩართულები, ბავშვობიდან, ანუ მამაჩემის ცხენების მიმართ სიყვარული, ანუ ჩვენს გადმოგვედო და შესაბამისად ჩვენთან ერთად ცხენებიც მოდიან მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს ავაშენეთ 3 წლის წინ ასურეთის საცხენოსნო კლუბი სოფელ ასურეთში, რომელიც არის 40 წუთი თბილისიდან ძალიან ახლოს არის და ესეც ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესეც იყო, რა თქმა უნდა და გარდა იმისა, რომ ძალიან საინტერესო და კარგი ადგილი არის, ცხენებისთვის მით უმეტეს ძალიან კომფორტული არის აი აქ მათი ყოფნა. ჩვენ ბავშვობიდან ხარ ცხენებთან ურთიერთობაში? კი, ბავშვობიდან ვარ ცხენებთან, მამაჩემთან ერთად, რა თქმა უნდა და შესაბამისად ძალიან ბევრი რამე ამან ძალიან დიდი ცვლილებები გამოიწვია რა, ამ ცხენებთან ურთიერთობა არის ყველაზე რაღაცა ასე ვთქვათ წმინდა. რა მოგცა შენ მაგან? იცი რა, როგორც მამაჩემი იტყოდა და ჩემზეც იგივე იყო, რომ პასუხისგებლობა, ზრუნველობა და რაღაცნაირი აი ეს კიდე სხვანაირი სიყვარული, რომელიც მე ყოველ შემთხვევაში სხვა ცხოველთან არ მაქვს, როგორც ხედავ. და ცხენი ძალიან განსაკუთრებულია თავისთავად. რაღაცები უნდა ვისწავლოთ ცხენებისგან. დღევანდელი ჩემი მისია გადაცემის არის ეგ, რომ მე მგონია რომ ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება და ის კავშირი რაც ცოტათი გაწყვეტილი არის. კი. პატარაზე მაინც გადავავთ. აუცილებლად. სათხარ? ესეთი მარტო ფილმებში მინახავს. შეიძლება შეხება? ქვემოდან ხელი, რომ გენდოს იცნოს, მაგრამ უკარებს. იმიტომ რომ ამათთან უნდა მოხვიდე ხშირად და უნდა გაწმინდო, მოუარო და შემდეგ ნდობა დაიმსახურო. გაკვირდება. ამას ქვია ლურჯა. ლურჯა? კი. თეთრი როა. ჩაო.
ცილაო. ზოოპლიანდება თეთრი ცხენები მოცისფრო ფერს იღებენ. მოდი. ჯადოსნური და ზღაპრული არსებებია. მოდი. მამაც გავიცნოთ ამასობაში. ბატონი ლევანი ძალიან სასიამოვნო. ვერ მიხვდა რასაკ. ო, როგორი უკარება ყოფილოთ. თან აინტერესებს. ეს იყო მისი პასუხი. კარგი. აქ ცხენია, როგორი ქცევი. ნახე. კარგი, აბა რა ვქნათ, მე მაგას ვერ ვაკონტროლებ. ძალიან ლამაზი არსება. ძალიან ლამაზია, ძალიან. დაბადებიდანვე თუ ული კარგად ძალიან ლამაზები ძალიან. ქართულში სიტყვა რა დაესმის, მაგრამ მე მინდა რომ ვინ კითხვა დავსვა ამ შემთხვევაში. ვინ არის ცხენი? ეხლა ცხენი არის ქართველისთვის ყველაზე დიდი მეგობარი იყო ყოველთვის. ყველაზე მთავარი მეგობარი მით უმეტეს აი ამ ჩვენ მთიან რეგიონში მტერთა ბრძოლა, გადაადგილება, ნადირობა, მოგზაურობა ცხენის გარეშე შეუძლებელი იყო. სხვაგანაც შეუძლებელი იყო რასაკურველია, მაგრამ ეს ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო ყოველთვის. ცხენები ეს არის ისეთი არსება, რომელიც უამრავ ენერგიას გაძლევს შენ. თორემ აქვს ძალიან დიდი პოზიტიური აურა, ძლიერი. ძალიან და ბიოლოგიური ისა აქვს, გაძლევენ, ენერგიას გაძლევენ. აი უბრალოდ რომ არც დაждდე, არც იკატაო, უბრალოდ რომ ცხენი გაწმინდო, მოეფერო, ერთად გაისეირნოთ გვერდიგვერდ. უბრალოდ ქალაქში ამას ვერ შეინახავ. ძნელია და ძვირია. და ამიტომ ხალხმა ძაღლებით და კატებით ჩაანაცვლეს დღევანდელ დღეს ესე თქვა მეგობარი, მაგრამ ცხენი არანაკლები არის. თუმცა ინტელექტი ცოტა ნაკლები აქვს, ვიდრე ძაღლს. თქვენ რა ისწავლეთ ცხენებისგან? რა მოგცა? ბუნება. ადამიანის იმაზე, ფსიქიკაზე ძალიან, ნერვულ სისტემაზე ძალიან დადებითად მოქმედებს. უბრალოდ ურთიერთობა და საერთოდ ცხენოსნობა, ალბათ მე ვფიქრობ, რომ ფიზიკური დატვირთვიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რა. და არა იმიტომ რომ მე მიყვარს, იმიტომ რომ ფაქტია, რომ ცხენზე როცა ზიხარ, მუშაობს ის კუნთები, რომელიც პრაქტიკულად სხვა დროს არ გამოიყენება. ასე რომ ადამიანისთვის ეს არის დამატებითი ჯანმრთელობის საკითხი და რასაკურველია კოორდინაციას უწყობს ხელს, ბალანსის შეგრძნებას გენვითარებს. მოქმედებს თუ არა მხედარის შინაგანი განწყობა? რასაკურველია? ეგრევე, ცხენი ეგრევე ხვდება მხედრის განწყობას. ეგრევე ხვდება. თუ იცნობთ ცხენს კარგად და ცხენზე ჯდომა იცი და მით უმეტეს დიდი ხანია გაქვთ ურთიერთობა, შენი ხასიათის მიხედვით იმ რა ხასიათზე ხართ, ისევე იქცევა. თუ არ ახარ ხასიათზე, მშვიდად იქცევა. თუ გინდა რომ სადღაც უფრო სწრაფად იმოძრაო, მოძრაობს სწრაფად. თუ ცუდ ხასიათზე ხარ, ძალიან ფრთხილად იქცევა. ერთხელ კიდე უნდა ცადო რომელიმესთან შეხება და მოფერება. ავატარივით ერთ-ერთი იქნება მე რომელთანაც დავსინქრონდები. ეს ეგრევე უორზეა. ალუდამ 7-ია. ეს რა საყვარელი ყოფილი. უცებ საყვარელი გახდა. გამოცდილია. ესენი რა ჯიშის ცხენები არიან? ეს არის ნარევი არის ცხენების. ეს არის ინგლისური, არაბული, ახალთექური და ყაბარდოული ჯიშის ცხენების ნარევია. მართლა რთულია? ბევრის კი, მათ შორის ამ ცხენებიდან მართლა რთულია. უნდა იცოდე. თუ იგრძნო რომ არის ცხენზე ჯდომა, თავის შუაზე წავა. გაჩვენებს რომ აქ მე ვარ ბატონი, ხო? ნუ ბატონი არა, მაგრამ ვიღაცა დამაჯდა ზემოდან. არც იცის რა უნდა. ეგ უნდა იცოდე რა გინდა, ხო? თქვენ ქონიათ რამე ისეთი შემთხვევა? ინციდენტი. ინციდენტების მეტი რა. ცხენთან თუ გაქვს ურთიერთობა, ინციდენტის გარეშე ვერ იქნება. ჩემი საყვარელი გამონათქვამი. როდის შეგიძლია თქვა, რომ ცხენზე ჯდომა 100 თუ იცი. როცა დაგავიწყდება, რამდენჯერ ჩამოგაგდო. თუ ჯერ კიდე ითვლი, ყველაფერი წინა გაქვს.
აი ისე როგორ ფიქრობთ, დღევანდელ სამყაროში, როცა აღარ გვაქვს ცხენის საჭიროება ასეთი პრაქტიკული დანიშნულებით, რა გვაქვს მანქანები, სხვადასხვა მოტორიანი არსებები და ცხენი აღარ არის, ასე ვთქვათ, ესეთი პრაქტიკული გამოყენების, რა უფრო ალბათ არის განტვირთვის საგანი. აი დღეს რა ფუნქცია შეიძლება გქონდეს ახლა? ჯანმრთელობა ბუნებასთან შერწყმის ძალიან ადვილი მეთოდი. ნუ მაშინ ჰაიკინგზე უფრო ადვილი არის, თუ იცი ცხენზე ჯდომა. და საერთოდ სოციალ არსებასთან ურთიერთობა. ანუ ეს სამი, სადაც აბა რა პრაქტიკული დანიშნულება არის ამ ძაღლების და კატების, რომელიც სახლში ყავთ ადამიანებს. ეხლა დღევანდელ დღეს რა პრაქტიკული დანიშნულება აქვთ, რა სახლებს იცავენ? განსაკუთრებით აი ეს ბინის ძაღლები, ნაკლებად. ალბათ რაღაცა იმ სითბოს და სიყვარულს კი ბატონო. ვიღებთ. და ასეთივე დანიშნულება აქვს, ცხენსაც უბრალოდ მისი შენახვა სახლში შეუძლებელი არის და ამიტომ თუმცა მე მქონდა მცდელობა ბავშვობაში. ვითხოვდი მე 4 სართულზე ერთი ოთახი ცხენს გამოვუყოთ მე. პეპი გრძელი წინდასაც ქონდა. სხვა შორის ძალიან მიყვარდა ეგ და სულ კითხულობდი ბავშვობაში მიკითხავდი. შესახედაობითაც კი აბსოლუტურად სხვა ის არის, რა ქვია, არსება არის, ლამაზია. უბრალოდ და თან კიდე ბუნებაში როცა არის, კიდე უფრო ლამაზი ხდება. აი პირველ ყოფილი ადამიანი ალბათ. ძალიან საინტერესო იქნებოდა მათი თავგადასავალი, როცა პირველად უნდა შეეხოს ესეთ გარეულს. თუ თავიდან პირველ ყოფილი ადამიანები ნადირობდნენ ცხენებზე. არა მე სადღაც მოხდა მაგათი დამეგობრება და ბევრი რამე შეიცვლებოდა ადამიანის. თუმცა ჯერ თავიდან ზედ არ ჯდებოდნენ. ძალიან პატარები იყვნენ ცხენები. და ძირითადად ხდებოდა მათი იმაში, რა ქვია, ეთლში ჩაბმა. მერე ნელ-ნელა გაიზარდა ეს ცხენი სელექციის საშუალებით და კარგი კვების საშუალებით და გადარჩევის საშუალებით მერე გაიზარდა ცხენი ზომაში. თორე ეგეთი დიდი არ იყო. თქვენ ყავთ გამორჩეული ფავორიტი თქვენი რომელი? არა. არასდროს არ უნდა გააკეთო. როგორც მშობელი შვილებს ესე. არ უნდა გააკეთო ეგეთი რაღაცა, იმიტომ რომ მომსახურე პერსონალი ამას ხვდება. ეგრევე ხდება და მე ისეთ ყურადღებას აღარ აქცევენ სხვა ცხენებს. შენ ყავს ფავორიტი ცხენი? მე უფრო მყავს, ლევასგან განსხვავებით. მაგრამ არა, ყველა ძალიან მიყვარს. მაგრამ ყველაზე ხშირად ამ ბოლო დროს ვჯდები საკურაზე. საკურა? აი ბოლოში მარცხენა მხარეს. ლურჯად ძალიან მიყვარს. ალბათ ბევრი ბავშვისგან განსხვავებით იქნებოდა შენი ბავშვობა ცოტა სხვანაირი, რადგან მამაშენს ესე ცხენებთან ურთიერთობა ჰქონდა ქალაქში. ქონდა რაღაც ეს ხაპრულიელი ფერი ამ ყველაფერს. იცი რა, კი ქონდა და სხვათა შორის ანუ ლევანი არასდროს აი ესე ანუ ძალით ამას არ გვაკეთებინებდა რა, ანუ შეგოსულ აგვერჩია რა, ანუ ან მოგწონს ან არ მოგწონს, გინა არ გინა, ლევანმა თვითონ იცოდა რომ ეს ძალიან უნდა და უყვარს, მაგრამ აი ბუნებრივად გადმოგვედო ეს ჩვენ რა, ეს სიყვარული ცხენების მიმართ და მახსოვს პატარა როცა ვიყავი და დავიწყე ძალიან მომწონდა რა მართლა იპოდრომზე როდესაც მივდიოდი ეს იყო რაღაცა განსაკუთრებული 1 საათი რა და რა თქმა უნდა მეც გადმოვარდნილი ვარ ცხენიდან და ეს არანაირი იმას არ წარმოადგენდა დაბრკოლებას რომ მე კიდე არ წავსულიყავი რა და მე რაღაც პერიოდი მქონდა რომ ვერ ვიჯექი ცხენზე და ძალიან მქონდა ეს ნაკლოვანება ამის და ხვდებოდი რომ რაღაცა ძალიან ჭირდებოდა და დიდი ხანი გავიდა უკვე და როგორ ხვდებოდი მაგას იცი მივხვდი ცხენთან როდესაც მოვედი თურმე რა ნაკლდა თურმე ეს მივხვდი რომ ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა ამდენი ხანი პაუზის აღება და ძალიან დამეხმარა მართლა არა მე მგონი ცხენზე რომ დაჯექი ნინო რომ დავჯექი თორე მოსვლით მაინც მოდიოდი და ის შეგესო ის დანაკლისი შემივსო დანაკლისი კი და ცხენზე რომც არ დავჯდე და მოვიდე და გავწმინდო და ეს პირველადი შეხება რაც არის ცხენთან რა ყოველთვის ანუ ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი რაც შეგიძლია რომ აქედან დაიწყო რა მე ვიტყოდი რომ მარტო ყურებაც ძალიან ჯადოსნურია კი ნამდვილად თვითონ სწავლების პროცესი როგორი არის ეხლა წეგან საუბრობდით რომ ბავშვობიდან ჯობია რომ მიეჩვი ასაკს გააჩნია ბავშვის და ცხენს რომელზეც გინდა რომ ასწავლო თუ გაქვს მაგის საშუალება
დასრულ ცხენებზე და დიდ ცხენებზე ძირითადად ასწავლიან 10 წლის მერე. 10 წლის მერე, სასურველად 12 წლიდან. მაგრამ ნუ ხა საქართველოში პონი კლუბები არ არის, რომ სუსუ პატარობიდანვე დასხან. ცოტა უჭირს ბავშვს ცხენის მართვა. აი მან როგორ არის ცხენის მართვაში? არსებობს რაღაცა ზღვარი, როცა მივედით, აი ვისწავლე და უკვე კარგად ვიცი თუ მანდაც მუდმივად არის შეიძლება განვითარება. მუდმივად, ბოლომდე. სანამ ცხენზე ზიხარ, მანამდე სულ მუდმივად რაღაცას სწავლობ. ძირითადად მსოფლიოში არის რაღაც წამყვანი ჯიში, არაბული ცხენი გამიგია, ინგლისური გამიგია. ქართულ ცხენებზეც მსმენია, რომ ეს მეგრული ცხენები და რაღაცა უფრო დასავლეთში იყო თითქოს გადმოცემის დონეზე ცხენების კულტურა. საქართველოში იყო 3 ძირითადი ჯიში, ეს იყო მეგრული, თუშური და სამხრეთული, ეგრეთი სამხრეთული ცხენიც იყო. ქვეჯიშები იყო, მაგალითად ხევსურეთშიც ყავდათ ქვეჯიშები, და ფშავში ყავდათ და ხევსზე, მოხევეებს. მაგრამ ეს ჯიშებად არ იყო ჩამოყალიბებული. რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, ქართული ჯიშების კუთხით სავალალო მდგომარეობა გვაქვს რეალურად, რასაც ჯიშები ქვია, შენარჩუნებული აღარ არის. რამდენიმე ეგზემპლარები არის დარჩენილი, რომელიც შეიძლება თქვა, რომ არის მატარებელი იმ ჯიშების, მაგრამ ამაზე ძალიან დიდი და სერიოზული სელექციური მუშაობა უნდა, რომელსაც ახლა არავინ აღარ აკეთებს. ანუ აღარ გვაქვს ეგეთი ისაც თქვა სამეცნიერო მიდგომები ცხენებთან დაკავშირებით. ქართული ჯიშების მიმართ არა. ნუ ახლა კარგი ჯიშების ცხენების, მაგალითად ინგლისური ჯიშის ცხენის აღრიცხვა ხდება საქართველოში. აი განსხვავება რა არის მაგალითად თუშურსა და მეგრულ ცხენს შორის? კონსტიტუცია პირველ რიგში და გარკვეული ესენი რა ქვია მახასიათებლები, მაგრამ თუშური ცხენი გამოიყენებოდა უფრო უნივერსალური დანიშნულებით. როგორც დასაჯდომად, ისე სატარებლად. მისი პირდაპირ დანიშნულება იყო, რომ მეცხვარეები იყენებდნენ. პირველ დანიშნულება იყო თავარი. ანუ ზაფხულში ადიოდნენ მთაში, ცხვართან ერთად, ზამთარში ჩამოდიოდნენ ქვემოთ. ამიტომ შეეძლოთ ეტარებინათ საპალნეთ შეიძლება გამოყენებული იყო და შეიძლება და ზედდარიყო ხედარიც. და მეგრული ცხენი ძირითადად გამოიყენებოდა დასაჯდომად სამეგრელოში. რაც შეეხება ტრადიციებს, ძირითადად მაინც დასავლეთში არის შენარჩუნებული, დასავლეთ საქართველოში, ცხენბურთის საშუალებით და სხვა ეროვნული თამაშების საშუალებით იქ კიდე თამაშობდნენ ცხენბურთს, ისინც და ასე შემდეგ. საქართველოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არასოდეს ყოფილა. ის იყო ძალის, ღირსების და თავისუფლების სიმბოლო. საუკუნეების განმავლობაში ქართულ ყოფაში არსებობდა საცხენოსნო თამაშობები, რომლებიც ერთდროულად აერთიანებდა სპორტს, სამხედრო მომზადებას და რიტუალს. მათ შორის გამორჩეული იყო ყაბახი და ცხენბურთი. მე-17 საუკუნეში საქართველოში ჩამოსულმა იტალიელმა მისიონერმა და მხატვარმა ქრისტოფორო დე კასტელიმ თავის ნახატებში ქართული საცხენოსნო კულტურაც აღბეჭდა. მისი ჩანახატები დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი მოწმობაა ამისა. 1646 წელს ქუთაისში ახლად ჩასული კასტელი იმერეთის მეფემ ალექსანდრე მესამემ ცხენბურთის სანახავად მიიწვია, სადაც დიდებულებთან და წარჩინებულ მოხალისეებთან ერთად თავად მეფემაც მიიღო მონაწილეობა. კასტელის ნახატებიდან ჩანს, რომ საცხენოსნო კულტურა მხოლოდ მამაკაცების საქმე არ ყოფილა. ქალებიც კარგად ფლობდნენ ცხენოსნობას, რაც იმ ეპოქისთვის იშვიათი, მაგრამ საქართველოში ბუნებრივი მოვლენა იყო. მე-19 საუკუნის ბოლოს ქართველი მხედრების ამბავი საზღვრებსაც კი გასცდა. გურულები ამერიკაში აღმოჩნდნენ. ველური დასავლეთის შოუებში რუსი კაზაკების სახელით იღებდნენ მონაწილეობას. მათი საოცარი აკრობატიკა, ცხენზე სროლა, დგომა და ჯირითი ისე აოცებდა მაყურებელს, რომ გურულებს მსოფლიოში საუკეთესო მხედრებსაც კი უწოდებდნენ. გაგება უნდა? ხო, და თავისას იმდენად არ აღებენ, რაც გვერდისას უღებენ. მეორე ცხენს უღებენ. აუ ამისი შენახვაც საკმაოდ რთული იქნება, დარწმუნებული ვარ, ხო? შენახვაც რთული არის და ძვირიც არის. ძვირიც და მოულაც. კი. როგორც ბიზნესი რამდენად არის მომგებიანი? თუ ეს როგორც ჰობი მაინც მაგ დონეზე რჩება? რასაკვირველია ეს დაწყებული იყო როგორც ჰობი და როგორც რა ვიცი, ცხოვრების
წესი ასე ვთქვათ, ესე მიყვარდა, ასე მინდოდა რომ ყოფილიყო. და ბიზნესის კუთხითაც მუშაობთ ნიშნულოვნად საერთაშორისო იმაზე ვართ უკვე ვაკეთებთ კომპანიებთან გვაქვს უკვე 23 წელიწადია ურთიერთობთ საერთაშორისო კომპანიებთან რომლებიც აგვიგზავნიან ჩვენ ტურისტებს სპეციალიზირებულ ცხენოსნებს დიდ მრავალდღიან ლაშქრობებისთვის ისინი კარგი მხედრები არიან ყველანი უკვე იციან სადაც იმათ ძალიან კარგად იციან ცხენზე ჯდომა და მე აი ესე გავდივართ 8 დღიან ლაშქრობაში და ეხლა გვინდა რომ სხვებსაც ჩვენ მოსახლეობასაც და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვასწავლოთ ცხენზე ჯდომა და ეს დამოკიდებულება და ეს კულტურა რაღაცნაირად უფრო მასობრივი გავხადოთ. აუ თან ეს რეგიონი არის ძალიან საინტერესო მაგ თვალსაზრისით. თეთრი წყარო არის საერთოდ ყველაზე ცნობილი მუნიციპალიტეტი იმითი რომ აქ არის ყველაზე მეტი ისტორიული ძეგლი ერთი მუნიციპალიტეტისთვის. ჩამოდიან როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, მიდიან ძალიან დიდი პატივისცემით საქართველოს მიმართ. სადაურები არიან ძირითადად ეს? ევროპელები არიან ძირითადად. ბრიტანელები, გერმანელები, ფრანგები, სკანდინავიელები. აქ ალბათ იბადებიან კიდევაც, ხო ცხენები? კი, აი კვიცებს ხედავ. 3 კვიცი ყავს. აი ეს ყველაზე მატრაკვეცა. ჯერ ბოლომდე გახედნილი არ არის. არ შემოხვიდე. ოკეი. ოპა. რამე ისეთი სიტყვები არის, რაზეც რეაგირება აქვს. ნუ თუ მიაჩვევ კი, სმენა ძალიან კარგია. მოძრაობებზე უფრო აქვთ. გახედვნის პროცესი როგორია? აუ, რთული პროცესი არის და დიდი ხნის. ბიტი. გავს ადამიანსაც ხასიათით, ხო, ცოტათი. მე მგონი ყველა ჩვენთაგანში თითო ცხენი ზის. მირაო, აი ეს არის ყველაზე ფუკიანი. გასახედნი არის, ეს არის 4 წლის. 5 წლის გახდება გაზაფხულზე. ბოლომდე არ არის გახედნილი. ეგ არის საკურა? კი. მოდი, გაიცადე. მიმოვიდა შენთან. ჯერთვალებით კონტაქტი დავამყაროთ. როგორ თეთრი შუბლი გქონია? აი დღეს დილით გავიდნენ და მოახერხეს კიდე უკვე კოტრიალი. მოყვარს როცა ეფერები? კი. უნდა განსაკუთრებულ ადგილებში. აი აქ უყვართ როცა ეფერები, აქ ვერ წვდება თვითონ რომ მოიფხანოს. აქაც ცოტა უჭირს, აი აქ უყვართ ძალიან. აი აქაც უჭირს ისა, აი, მიდი. როგორი ლურჯი თვალები აქვს? ხედვა როგორი აქვს? ძალიან კარგი. და პრაქტიკულად 360 ნუ ხა 360-ით ერთ თვალზე ვერ ექნება. ორივე თვალით 350 აქვს? კი, ორივე თვალით. ერთი ბრმა წერტილი აქვს შუაში, მარტო აი ერთ ადგილას. დანარჩენი ყოველთვის ხედავს. აი, სადღაც აქ მესამე თვალია. ამიტომ ყოველთვის გვერდიდან უნდა მივახლავდე. ძალიან სოციალური ცხოველია. მარტო არ უყავს ყოფნა. ამიტომაც პრინციპში ყავს ბევრი ცხენი. ერთად უფრო კარგად გრძნობენ თავს, ხო? კი, რასაკურველია, იმიტომ რომ ჯოგის ცხოველია. და სხვათა შორის ბევრ ევროპულ ქვეყანაში აკრძალული არის მარტო ერთი ცხენის ყოლა. კი, რასა. ან მეორე ცხელი უნდა იყიდოთ, მაგრამ ან უნდა ყავდეს და გაგეცინება რა. თხა. რატო? აი თხასთან კომუნიკაციაში შედის. აი თვითონ ჯოგში თუ აქვს რამე სტრუქტურა, რასაკურველია, ძალიან მკაცრი იერარქია. არის ულაღი და არის დომინანტი ფაშატები. მერე არის ასაკობრივი სტრუქტურა, ფიზიკურად ძლიერი, ლიდერის ისა, მერე არის ასაკობრივად როცა შედის იმას მეტ პატივსცემენ, კვიცებს ცოტა ასე ვთქვათ, აღზრდელობით პროცესში არიან კვიცები, ზრდიან კვიცებს, ასწავლიან ქცევას ჯოგში. აი ეს პატივისცემა როგორ გამოიხატება? ნუ ასე ვთქვათ, ბევრს არ მეშვებიან, რა ქვია, ბულინგს არ აქვს ადგილი. ეგეც შეუძლია. კი, რასაკურველია შეუძლია. ქრონიკული ბულინგი ცხოველებში არ არის. მაგრამ ნუ ეხლა არ მოხვიდე ჩემთან ახლოს და მე აქ ამ ადგილზე მე შევჭამ
და შენ აქ ვერ შეჭამ მინდორში ან თივაზე ან საკვებზე ეგ აქვთ. დომინირება გამოიხატება იმაში, რომ ვინ მიირთმევს ყველაზე ადრე, ყველაზე დიდი რაოდენობით და ყველაზე კარგ საჭმელს. ეგ და წყალს დალევს ვინ პირველი. დაკოდვის შემთხვევაში რა ხდება? რატო აგრესიულობა მცირდება. იმიტომ რომ ულაყები თავისთავად უფრო აგრესიულები არიან. და როგორც ამბობენ აი ეს ომიანობის დროს ფაშატები ყავდათ ძირითადად. ნუ მე ვერ ვიტყოდი მაგას. ყველანაირი ცხენი ყავდათ. ეს თქვათ ლიტერატურულ ნაწარმოებებში ვიღაცას დაჭირდა რაღაცის დაწერა. თლად ეგრე არ არის. თლად ეგრე არ. ისე აქ თქვენ რასაკვირველეს იდეალში საბრძოლო ცხენად უფრო ადვილი არის, იმიტომ რომ ასე აგრესიულობა ულაყიგას გამოყენება, მაგრამ უნდა იყოს კარგად გაწვრთნილი. იაბოებიც გამოიყენებოდა მასობრივად. იმიტომ რომ არავის არ ჭირდება მწყობრში, რომ ერთმანეთში ჩხუბი დაიწყონ ცხენებმა. ამიტომ იაბოები გამოიყენებოდა. ფაშატებშიც ყველაფერი. თვითონ ცხენი როგორ გრძნობს ადამიანთან ურთიერთობაში თავს? უხარია მოსწონს ეგ? თუ გააჩნია როგორ ექცევი? ეხლა გააჩნია როგორ შევხედავთ ამ თუ იდეალურად ავიღებთ ინსტინქტის დონეზე, რასაკვირველი ურჩევნია რომ არ ქონდეს ურთიერთობა ადამიანთან. ველური ცხოველი არის და ბუნებაში უნდა ყოფნა თავისუფლად თავის ჯოგთან ერთად არ ჭირდება იმას ადამიანი. მაგრამ ადამიანს ჭირდება ცხენი. ეგ არის თავარი. და ამიტომ მოხდა ამის გადარჩევა ცხოველის, რომელმაც ადამიანი მიიღო. რატო არ მოიშინაურეს ზებრა მაგალითად, ხო რო შეხედო თითქმის იგივე ცხენი არის, ხო? თითქმის. მაგრამ ნუ ეხლა მისი აგრესიულობის საკმაოდ აგრესიულია ზებრას ყოფაში. ვერ მოახერხეს მისი გამოყვანა იმ კუთხით, რომ ნაკლებად აგრესიული ყოფილიყო. ხო, ეს ერთგვარი რაღაცა შეთანხმებასავით არის ორ არსებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი რაღაცნაირად ევოლუციური, რომ თითქოს ერთმანეთის მსახურები უნდა ვიყოთ. სადოთ საკურაზე? სადოთ საკურაზე. სახელი მომწონს. როცა შენ დგები, ხელი ჩადის ქვემოთ. როცა ჯდები, ხელი ადის ზემოთ. ყველაფერი არ უყუღმა. აი რასაც გეუბნება ინსტინქტი, იმის აწინააღმდეგოდ უნდა გააკეთო. შენ მიარტყი ცოტა და აგზნობინა ცოტა გაიწიეწე. ოღონდ იცოდე რომ აღვირი არის შენზე დამოკიდებული. ხშირად აღმოსავლურ ფილოსოფიაში ცხენს აიგივებენ ხოლმე ადამიანის გონებასთან. თუ გიძლია შენი გონება ესე გახედნო, ის გაგაჭენებს და გამოგაჭენებს ჰორიზონტებს გადაგატარებს. მაგრამ აი ხარ ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო, რისიც არის ცხენი, თავისუფლებას ვიტყოთ. და თავისუფლების წელი იყოს. არ ყოფილა მარტივი საქმე. მე უფრო გათამამებული ვიყავი, მეგონა რომ გამომივიდოდა, მაგრამ იმდენი დეტალი ყოფილა და მე ცოტა ხალხური მეთოდებით მაქვს ნასწავლი და არ ვიცი ეს ფეხი ესე დაიჭირა. ასე რომ სიმართლე რო გითხრა, გამიჭირდა ამდენ რაღაცაზე ყურადღების გაჩერება ერთდროულად. ცხენთან ურთიერთობაში ყველაზე მთავარი და რასაც სწავლობ და რაც გჭირდება. თან ესეც არასდროს არ მთავრდება. ეს არის მოთმინება. ეს არის მთავარი ცხენთან ურთიერთობაში. თუ მოთმინება არ აქვს, არ ჩვენ გამოგივა და შეიძლება ცხენიც გააფუჭო. თან მე მინდა რომ ჩვენ მაყურებელსაც ვსურვოთ ის ყველაფერი, ის უნარებიც, ასე ვთქვათ, ცხენთან ურთიერთობაში იწვრთნება ადამიანში. თან მიულოცოთ ადამიანებს ახალი წელი. თან ვსურვოთ
ისეთი რაღაცეები, რაც შენ მიიღე ცხენთან ურთიერთობაში. პირველ რიგში ცხენთან ერთად მივიღე სხვათა შორის ძალიან ესეთი დიდი სიმშვიდე. ანუ მქონდა რაღაც პერიოდები, როდესაც ვიყავი ძალიან თქვათ რაღაცა ფსიქოლოგიურადაც, რაღაც მენტალურადაც გადამწვარი, გადაღლილი. ცხენთან ერთად როგორც კი აქ ამოვიდოდი და შევხედავდი და დავიწყებდი მის დავარცხნას, გაწმენდვას, მასთან ერთად ურთიერთობას, აი ეს მაძლევდა დამატებით ენერგიას და ანუ ხვდებოდი რომ კიდევ უფრო ძლიერი და ხვდებოდი მასთან ერთად. მაშინ აი პირველი ეგ იყოს სიმშვიდე და მოთმინება. მე მინდა რომ მართლა მთელ ქვეყანას მთელი გულით ვუსურო, არა მარტო მთელ ქვეყანას, არამედ მთელ პლანეტასაც, რადგან ეგ არის ალბათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური თვისებები, რაც რაღაცნაირად საფუძველი უნდა იყოს ყოველდღიურობის. თან მით უმეტეს დღევანდელ სამყაროში, როცა ყველაფერი აჩქარებულა და ყველაფერს ძალიან სწრაფად ვართ მიჩვეული. მაგრამ თან რო ვამბობთ, რომ სამყარო აჩქარდა ეს ტექნოლოგიური სამყარო, ადამიანების სამყარო, მაგრამ ბუნებას ხომ მაინც ის თავისი რიტმია. თავის რიტმი აქვს ნამდვილად და ხელოვნურად ჩარევად მასზე მოქმედებს. და ალბათ ეხლა რასაც ვფიქრობ, რომ ცხენთან ურთიერთობაში შეიძლება ბუნების რიტმებთან უფრო ჰარმონიაში მოხვიდე, იმიტომ რომ ცხენსაც ხო თავისი რიტმები აქვს თან აჩქარების, შენელების აჩქარების. და ცხენით შენ რიტმსა სხვათა შორის ძალიან ერთ სინქრონში, ასე ვთქვათ, ეგ არის ყველაზე იდეალური მომენტი ცხენთან ერთად ურთიერთობა. კიდევ ერთ რაღაცას დავამატებდი. როცა ცხენი კარგად არის გაზუსტებული, როცა თავის შედარწმუნებული და გრძდობს, რომ ხედარიც თავის შედარწმუნებული და როცა მიქიხართ მინდორში. ცხენს ავიწყდება ის ყველა ფაქტორები, რომელზეც დაბიჯის დროს შეიძლება რეაქცია ქონდეს. აი შეუპოვრობა და შენი იმედი აქვს იმას, დარწმუნებულია შენ თავში და ზოგჯერ გაგრძნობინებს, რომ გავაკეთოთ ეს, გადავახტეთ, გავიაროთ და თუ იგრძნო ის შენგან, რომ შენც იგივე სურვილი გაქვს. და შეზბზად ხარ. და შეზბზად ხარ, მაშინ ის გააკეთებს ამას და აი ეს სურვილი ურთიერთგაგების და ასე ვთქვათ ერთდროული შეუპოვრობის არის ძალიან მნიშვნელოვანი და თელ ქვეყანას უსურვებ, რომ ასეთივე შეუპოვრულები იყვნენ, როგორც არის კარგი მხედარი და კარგი ცხენი ერთად სრული სიჩქარით, როცა მიქრიან მინდორში. საოცარი სიტყვები. ბრავო. გამარჯოს. ნუ არ ვიცი მარტო ამ სიტყვების გამოხირდა მთელი გადაცემა. ეხა ის ამობეჭდეთ ჯვირფასებო და რაღაც ყოველდღე ვიმეოროთ. აი წაგამ საუბრობდი იმაზე, რომ აღმოსავლურ ფილოსოფიაში ცხენს ხშირად გონებას ადარებენ ხოლმე, რომ თუ გონება გაწვრთნილი არ არის, იმან შეიძლება სადღაც გაგაჭადოს თავის ჭკუაზე გადავროს და თუ გონებაზე შენ კარგად ხარ ამხედრებული, ერთად აი ყველანაირი წინაღობის გადალახვა არის შესაძლებელი. და აი ეგრე იყოს. აბა მიულოცოთ ყველას დამდეგი ახალი წელიწადი ბედნიერება, ჯანმრთელობა, ცხენის წელი და ცხენზე ჯდომის სწავლა.